ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვანზე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდსცემამ თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელეს. შემთხვევა სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღო. ირკვევა, რომ ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა მოსწავლეზე არაერთხელ იძალა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მოყოფი ქალი ცდილობს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის არ დაუკავებიათ და საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ჩვენი ოჯახის წევრი, როდესაც ბავშვი მოსაყვანად მივიდა, ბავშვი იყო ნაპირები, სერიოზულად ნანერვიულები და უთხრა, ბიცოლას უთხრა, რომ მასწავლებელმა გამლახავ და უწყო საქმის რჩევა და ბავშვს უყვიროდა და თვალებს უბრიალებდაო, რომ ვინდა გარწყაო ხელიო, მე ხელი არ დამიკარებიაო. თხოვე პროკურორს, რომ მოეთხოვა პატიმრობა, მაგრამ მათ არ ჩათვალეს მიზანშეწონილად და 5000 ლარიანი გირაოთი შევიდა პროკურატურა და 2000 ლარი შეუფარდა ქალბატონმა თამარ ბეჟანიშვილს. არ ვაკეთებ კომენტარს, გამანებეთ რა თავი რა. რატომ მოხდა ეს, რა იყო მიზეზი, რატო პირველი რა იყო და ბავშვი მიცემა იქ კუთხეში გაყვანილი ყავდა, ბავშვი გამისისხლიანა ნაცემი. და მე იგივეთი უპასუხეთ, თქვენ მე იმაშებით რა გეხვეწებით რა, სასამართლო იქნება დამტკიცდება ყველაფერი. მოვიდა მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვა ფაქტის შესახებ. პედაგოგი განირიულებული იყო, საპატრულო პოლიციასთან ერთად გააკეთა განცხადება, რომ შემოუვარდა მშობელი მოსწავლის დასჯის ფაქტზე, კონკრეტული დეტალები მას არ უთქვია, როგორ დასაჯა, დავსაჯეო. ანუ დასჯის ფაქტი ვნახეთ, არა. სცემაზე არ საუბრობდა, ხო? ყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.